სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოუქვეყნებელი შემთხვევები უნდა შემცირდეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციას აძლევს. კონფერენციაზე, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა და პრაქტიკაში აფასეს, აღინიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გამართულია, თუმცა გარკვეული ხარვეზები არსებობს. მათ შორის რამდენიმე უწყება შესყიდვების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით არ აქვეყნებს. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიც. კონფერენციაზე ახალი ვებგვერდის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეიტინგის პრეზენტაციაც გაიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი უკრაინა იკავებს. უნდა შემცირდეს ის გამონაკლისები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემაში არ ქვეყნდება, კერძოდ საუბარი არის სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხებზე, ასევე გამოიკვეთა უწყებები, რომელთა სახელმწიფო შესყიდვების არ არის ელექტრონული სისტემით გამოქვეყნებული, კერძოდ აქ არის საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, თავდაცვის სამინისტროზე და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა. მიმდინარეობს მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მოხსენება პარლამენტს წარადგინება 15 მაისს და შესაბამისად მომავალ კვირას უკვე გახდება ცნობილი კონკრეტული სისტემური მიმართულებები, ტენდენციები და მათ შორის კონკრეტულ უწყებებში წარმოდგენილი ხარვეზები, რომლებიც გვაქვს ახლა აუდიტის პროცესში გამოვლენილი და შეჯამებულად წარუდგენთ საზოგადოებას და პარლამენტს.